ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად და Ford dealer-ი. Ford dealer-ი ასაკეთებს, მანქანებს აკეთებს. და ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia. საბრიძიდან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა, ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარ. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურა ყვანჭახაძე, აქ არის მარტო იარაღი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარხნო და ისე თუ ადამიანებო. ძარცველები რო გაწუხებენ, ან შიში გაქვთ რომ შეიძლება მოვიდნენ რაღაცა, მოიყვანო რომ მოკლედ, მოვედით ერთ ძალიან მაგარ ადგილზე. ეხლა ძალიან აქტუალურია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე განვითარდა. პრობლემები იყო, რა სადღაც აგარაკი მაქვს, რაღაცა მაქვს, ბაღი მაქვს, ბავშვი მყავს დატოვებული და ასე შემდეგ, მოკლედ მოვედით ეს თბილისში არის, მისამართ ჩავაგდებ, აი ესეთი სტენდი არის და არის ძალიან ბევრნაირი და მრავალფეროვანი მოწყობილობა, რომ ხედავდეთ რა. აგერ ბატონი ზურა და ეს არის ამ ამბის ამ კომპანიას რა მარდიერი ქვია კომპანიას საიძე ვართ როგორც ალფატეჩი. ალფატეჩი, ანუ როგორ უნდა მოგძებნო, უნდა აკრიფოს alphatech.g. ყველგან ვარ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე. ანუ ეხლა ესენი რაც არის. დიახ. აი ახ მაგიდაზე წარმოუდგენლი. ამაზე სხვანაირი რაღაცებიც აქვს თუ მარტო ესენია? ესენი ეხლა არის გარემონტაჟის და შიდა მონტაჟის ვიდეო კამერები, ხოლო ფარულები და დეკორატიული კამერების გამოჩენას სურვილი აღარ შეიძლება ბატონო. ხო, რა უნდა მეთქვა, რომ არის ფარული კამერები, რომელსაც სხვადასხვა ნივთის ფორმა აქვს რა. აქ თუ მომწადები შეგიძლიათ იყიდოთ, არ ვიცი ხა ზოგი საიძე გვიძო, ზოგი ადიუტირზე არა მაქვს საუბარი, მაგრამ შეიძლება ძიძა ყავს ან ძაღლი ყავს დატოვებული რაღაცა. მოგედი იმანაც უარ იცოდეს, მოხვალთ? კი ბატონო. შეიძლება იმნიც. ხო, აი რა მომეწონა. ჯერ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რა. ზურას არ შევაწუხე, პირადად მე ვიტყვი, მანქანაზე მაგრდება, ესე იგი, შიგნითაც იღებს, გარეთაც იღებს. ხმასაც იწერს, შიგნით რა ხდება და მანქანას თუ ვიღაცა მოუახლო და სურათს უღებს, ხო ეგრეა? კი ბატონო და თან ონლაინ რეჟიმში GPS-აც აჩვენებს და ვიდეო კამერასაც. ანუ მანქანა სად არის იმ მომენტში იწერს ვიდეოს, თან მე პატრონეს ტელეფონით აქვს დაშვება 24 საათის განმავლობაში მანქანაზე. ანუ ბიჭ მანქანა გავატანი, ჩავტებ ხედავ სად არის. ხო, ბიჭ X6 უყიდე, არენდობი ბოლომდე ჩაუვდე კამერა, რა შვება, რა საკეთებს, როგორ დადის, სად არის ტერიტორიულად. და ფიზიკურად რუკაზე სად არის მანქანა. ზუსტად რუკაზე სად არის ამ წერტილში. აპატიეთ ეხლა ვინც ვერაგულად იქცევით ხოლმე, მაგრამ აი ესეთი რაღაცები მოიგონეს, ასე რომ თხილად იყავით. კაი, მოდი აბა ესე ვთქვათ ეხლა აი ამ კამერებზე ვილაპარაკოთ. ესენი სიახლეებია, ეხლა 2025 წლის მოდელია ზურა ბატონო, ეს არის დარბაზის სიტუაციის შუაში დგება კამერა და 4 კუთხით უყურებს. 4-ვე მოძრავია, 4-ვე მობილური ტელეფონით კონტროლდება, ესე წარმოიდგინე ოთახში შუაში ყენდება. ანუ ამაში სიმბარათი იდება? არა, ეს ყველა Wi-Fi-ზეა. ესენი ძირითადად ყველა Wi-Fi-ზეა, გარდა მზის კამერაზე, რომელსაც 3 კამერა აქვს, მზის ბატარეა უდგება. ესე თქვენს გაქვთ იქ? ხო, აი ქოხისთვის. ქოხისთვის ეს არის ამას inbox-ზე ძახით, რავი რა აწყოჩინელებმა, ყველა კამერა რეგულირებადია, ყველას ტელეფონით ვარეგულირებთ. 12 დღეღამეს იწერს, 10x ზუმი აქვს. და ხელოვნური ინტელექტი აქვს, ესე იგი, ესე რომ იყოს კამერა მიბრუნებული, ამან დაინახოს ამას, ეს მიტრიალდება, დაზუმავს ავტომატურად, ვერ დაუბრუნდება თავის ადგილს. ანუ ახლოდანაც ანახე. კი ბატონო, თვითონ აზროვნებს, თან შეტყობინებას უგზავნის მე პატრონეს. ესენი ლეგენდარული გამოსტილი კამერებია, ისე ყველაზე ძვირი, ყველაზე ბევრი ხანი ბაზარზე არის ეს რა. ეს არის ჩინური აპლიკაციაზე, გერმანულ სერვერზე გადის, ევროპულზე საზღვარგარეთ რო არიან, ეხლა სხვა კამერებს არ უყენებთ, უყენებთ ამას რა. და მომისმნე რა უნდა მითხრა. საფასო სეგმენტი რა, საშუალო. არის გვიძრი ხო უნდა გავყიდო რომ ძალიან სულ ეს არის სადაო. აი ჩინეთში არის 7 ხარისხის ერთდაიგივე საქონელი, აი ვიზუალურად ვერც გაანიშნებ რა. არის პირველი კატეგორია და არის მე-7 კატეგორია. ეხლა ახალი ჩინური საიტზე ხოძე არის ყველაფერი მე-7 კატეგორია რა. ჩინეთში რაღაცა რო აწარმოა, აი ამას აწყობს, აი ამ დურბინს ქარხანა აწყობს, ადამიანის უმისოდ რობოტი 1 წუთში. სანამ გამოვიდა, სანამ
გამყიდველამდე მივიდა და ყიდველმა ჩართო, მანამდე რამდენი ერთი წუთი გავიდე ხსარ მოგიდგენია, გაივსო საწყობი რა. უკავშირი მიუგდა ქარხანას არ ვარგა შენი პროდუქტი რა. რა შეიძლება ხო არ გადააგდებს ახლა ამან. მიდის ეს ჩინური საიტი ეუნება. საწყობი რო დაგიცალო, ფულს ამდენს გადამიხდი და ფულს უხდია რომ საწყობი დაცალოს. მე აქ $3, $4, $5 მოდი ჩაოლებრივი ნაგავი. კაი, შენთან რაც არის ხა საშუალო ჩემთან ყველა ჩემთან იწყება შიდა მონტაჟის კამერები სადღაც $130-დან და ადის მერე ზევით. უკვე სიტუაციის მიხედვით. აუ, ის კამერაც მოიტანე რა ის რო ქონდა ის პატარა ოთხხედი რო შიდა ღილას თუ აჭე და რო გაჭე. სკაიპი? ხო, ეგ იცოდეთ რა ძალიან მაგარი რაღაცა არის. აი, მაგრამ მომეწონა რა, იმიტომ რომ მეც რაღაც ეგეთი პრობლემა მაქვს და აი ეს არის მაგარი რაღაცა უყურეთ რა. მერთმა დაიფაროს რა, მწოლი არ ეყავთ ვიღაცა, ან კიდე შეიძლება პატარა ბავშვია რაღაცა. მაგიდაზე დაუდებთ ამას. და პირდაპირ ამას დააწვება ღილაკს. თქვა დარეკვა მოუნდა რა, თქვენ ტელეფონზე მიამაგრებთ ამ. ხო და ეხლა ახლო ეხოსაძებს რა. და ჩვეულებრივად სკაიპის ის არის რა, ტელეფონის აღებაც არ უნდა, ხეში უბრალოდ ღილაკს დააწვება და ანუ რა ვიღაცა ანუ შეიძლება ისეთი პიროვნება რომ თქვა ან შეზღუდული აქვს რაღაცა, ღილაკს დააწვება, ეგ მწვანეთ მოვიშნეთ, ღილაკს დააწვევი და პირდაპირ ირეკება და ის ხედავს. თქვენც ახედავთ, ანუ ვინც დააწვა ღილაკს, აქ ეკრანზე გამოაქვს ის გამოსახულება, ანუ ერთმანეთს ახედავთ რა. თან ისიც არის, რა ქვია, შეგიძლიათ იმათაც იხმაროთ, საწყობთან დაიგდოთ რა. ხო, მაგრამ ამას ტელეფონიდან თებამფანებს რა. აჰა, შეგიძლია რომ ტელეფონ, ყველაფერს ტელეფონით აკეთებ, ყველა ფუნქციას. ანუ აპლიკაციით ამართავ ამასაც. ყველაფერს აპლიკაციით მართავ რა. აი ეს არის ძალიან მაგარი რა. შეიძლება ბავში ჩართო და გაკვეთილებს მოსწავლობს, იქვე ჩაერთო და დაინახოს. ხო, ამეც ადინო კიდე. ხო, იმ მომენტში ან მასწავლებელს დაუდო და პირდაპირ მასწავლებელსაც ახედავს და მასწავლებელი მოსწავლესაც ხედავს. თან ახლა სადმე რო წახვიდე თქვა აგარაკზე და რაღაცა წაიღებ ჩვეულებრივ სადაც ახვალ ამას ამოძრავებთ რა. ინტერნეტი უნდა ამას. Wi-Fi უნდა მაგას კი. ნუ Wi-Fi თუ არ არის, ეგ უკვე დღეს პრობლემა არ არის 4G. Wi-Fi ტელეფონით ვიცე ბოლო. ხო, 4G რაუტერს დაუტოვებ და მორჩა რა. და 4G რაუტერები $100-დან. ხო, ან რო იცოდეთ რომ აი ესეთი მაგარი მოწყობილობაც არის. ეს ორივე აი ძალიან მაგრამ მომეწონა. ეხლა კიდე რა უნდა თქვა. ბატონი ზურას საიდან გავიცანი? ხოხი გაგვიტეხეს. რავი 75,000 კაცმა ნახა რომ ხოხი გაგვიტეხეს და აი მომწერა ზურამ კამერას გაჩუქებთო და ახლა გვაჩუქა კამერა მინდა რომ ეხლა ეს ჩავთო და ხოხი გაჩვენოთ აპლიკაცია მაქვს აი ახლა პირდაპირ უყურებ ონლაინში ჩვენ ხოხს აი ფანჯრი შეგიძლიათ მე აქედან მზის ენერგიაზეა. ხო, მზის ენერგიაზე ხეზია მიმაგრებული, მაღლა. რამდენი ყოფნით ინტერნეტი ზურაბადანო თეში 5 ლარი, 10 ლარი. არ ვიცი, აი მაშინ რო გაგვატანე და 10 ლარი ჩავტვირთე, იმის შემდეგ ანუ 3000 მეგაბაიტი არის და არის. 60 თეთრი კიდია. და ინტერნეტი კიდე ნაყიდია, რა, ანუ რამის ერთი თვე გეყოფათ რა. ხო და ახლა ის 10 ლარი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა საქმესაც ეს 30 თეთრი დაცვა ღირს რატეში. ხო რა, რო ჩათვალეთ რომ თან ძალიან მაგარია, რაკენენ შეგიძლია დაუძახო, ანუ ტელეფონიდან შემიძლია პირდაპირ იქ დაუძახო, იმითი ლაპარაკი მოვისმინო და თუ ვიღაცა ტიპი დაინახა, მესის ვიგზავნის ტელეფონზე, რომ იქ ვიღაცა მივიდა. ცხოველი არა. ჰუმანა წერია, ეგეთი ტრეკია, ლუჯი, რომ მთელი იმის ნახო არ მოგიწიოთ, თქვათ, ან გძინავთ, ან მესიჯი ვერ გაიგეთ. სტაპილიზფერ ზოლზე მიიყვან და პირდაპირ გაჩვენეს ვიზ იყო. მაგას ქვია განსხვავებული კადრი რა. ხო, არა, ძალიან მაგარი მოწყობილობა, აი მაგაზე დიდი ყველაზე ძლიერი კამერა არის ახლა აი საქართველოში, მე 6 წელია პრაქტიკაში ვარ და აი ეს კამერა არის ყველაზე ძლიერი. აი ამას აქვს ხელოვნური ინტელექტი. აი ეს დაძდევს მოძრავ ობიექტს, დაიჭერს, რომელმა კამერას არ უნდა დაინახოს, დაზუმავს. მერე განსხვავებულ კადრში ჩააგდებს, შეტყობინებას ხო ყველა აგზავნის, აქედან ყველა აგზავნის. ეს განსაკუთრებულად არის მერე ყვირი შუქებს ანთებს, აქ სულ ყველა შუქს ანთებს, იყვირეს, შეტყობინებას გაუგზავნის. ხანდახან მოხმარებელი კიდე რა შევა რა, აი პული მილს ხوارეს ჯერეგრი არის და. აი ხა ნახე რა მილოდა მე თქვა. ზოგი იძახის, რომ ანუ ერთი არაკეთის სიდესერ ადამიანს ვისწავლი და
რა ზამობო იცი რა მაგარია ო კამერა რო აყენია მიხარიაო რა შენ რა გიხარია მეთქი რაღაცა ხელმურველი ტიპია რა და გავიკეთებო ნიღავსო და მივარ ხოლმე და ტეხაო და მე მდიონო და აი ამითი თუ მიხვალ ეგეთი ნიღბით ხო ეგრევე მიუვა იმას ისა რა ქვია ხო ეს ნიღბია ეგა და იმ ნიღავს დაგიჭერენ და იმ ნიღავს ამოცნობა მარტივია დღეს რა ფიზიკურად თუ დაინახე რა აცვია როგორ დადის რასაკეთებს არა თან ონლაინ გაჩვენებს ის რა ქვია ხო კი ბატონო ნუ ადრე აი ამ მომენტში არის ეხლა აი ამ წამს იქ რა პირდაპირ უყურებ დაგირეკავს ტელეფონი და ჩაგითვევებ დაინახავ იქ რა ხდება ეგ არის ძალიან მაგარი ადრე მოწმის ჩვენება ითვლებოდა მტკიცებულებად ხო აი რას გავდა როგორ დადიოდა რა ხო ეხლა ამხელა ინფორმაცია გაგდა ბოლო ხო და კიდე რა უნდა მეთქვა ეს კამერები ანუ ზურავ რო გაგვოტანა წავედი ჩვენ თვითონ დავაყენეთ არაფერი არის უბრალოდ გითხრა რომ ხეზე ეხლა იქ რაღაც შურუპებით მივამაგრეთ ზემოდან ელემენტი მოყვება ის რა ქვია მზის ელემენტი თავისით იტენება არაფერი არ უნდა ხეზე მიმაგრებული მზე და რამეც არ უნდა თავარია გათენდეს რა რაღაცა ნუ ღამე ყოფნის ეგ ჩვეულებრივად კი ღამე ყოფნის კი არა ნახევარსაც ვერასწორს ღამე ჩართული როა აი ეს 4 დღე მქონდა ჩართული ელემენტი მზის ბატარეის გარეშე რა 4 დღე ღამე ოფისში ჩვენ ოფისში სულავა 18 საათი მუშაობთ რა და 4 დღე ღამე იმუშავა კამერამ ელემენტის გარეშე, კვების გარეშე, არავინ არ იღებდა დამახსოვრებული ქონდა ის რა. თან იმას იწერს რა ქვია, სულ ყველა. იქ რა ხდებოდა, ყველაფერს იწერს. ამოჭრის კიდე ვიძახი, გაამწვა, გააყვითლებს და რა ვიცი რა. ამ ფასში ესეთი რაღაცა, თან სადაც გინდა წაიღე დაამონტაჟეთ რა. კარტა იდება ტელეფონის, იმაზე ინტერნეტს ჩათვირთავთ. პირდაპირ სახლის პირობებში ზურაბანდონო ხა ჩამწერი, კაბელები, ხელოსანი, ხო ეს ქსელი სპეციალისტი მოვა, უმაღლეს დამთავრებული, როდის ის მოვა, არაფერი რა ელემენტარულია, ტელეფონში გაქვს ყველაფერი, დღეს მონიტორზე არავინ არ უყურებს არაფერს, ტელეფონი 24 საათი მაგით ძინავს, მაგით ვიგვიძეთ, მაგით დავდივართ, მაგით ვარ, ხო? ყველა საქმე. თან საზღვარგარეთ რომ მიდიხარ მონიტორს ხوار წაიგებ ხა და მერე შუქი ჩაქრება თუ რაღაცა იქნება UPS-ები აქვს 4 და 8 საათი მუშაობს პრაქტიკულია დღეს უკვე თანამედროვე სახლის დაცვაში ჩამწერი მოწყობილობა უკვე აღარ ეხმარება მერე იზახი რომ მოტეხოს და წაიგოს ეხა ესე გრანტი თუ შემოხვედი ესე მოასავეთ ეხა არაფერი არ ჩვენეს ეხა ნუ არა ჩვენთანაც იყო ხეზე გვეყენა უკან გაიარა ვიღაცა ხმაზე მიტრიალდა და რაღაც მომენტა ხმა მაინც აიწე ბატონო ხმაზე მიტრიალდა და მესიჯი მომივიდა რომ იქ რაღაცა მოძრაობსო და მე შეreagირებ უკვე რა ხო ეხლა მე გინდა პოლიციაში დავრო გინდა მე ხო ეხა ის სოფლები არის და ღმერთის იმედზე დატოვებული რა და მირახმარე ღმერთს ტექნიკაზე რაღაცა ხო რა ეხლა დაკიდე რა თქვა 300 ლარი ზედაწოტირი ბოლოს უყოლაფერს უყურებ თან ხარისხი დაცულია რამოდენიმე წელი მუშაობს რა აი პრაქტიკაში ხა 6 წლის პრაქტიკაში რავი ერთი 100,000 კამერიდან 3-4 წელი ამოვარდა და ისიც 3-4 წელი რა არის 100,000-ში აი კიდე ეგეთი რაღაცა არის ელექტრობინოკლია ეგ მონადირეები რა და ტურისტები და მოგზაურობა ხო თან შეგიძლია რაღაცას უყურებ დააწვე გადაიღო გინდა ვიდეო გინდა ისა კარტას ჩადებ შიგნით სამმახსოვრობის კარტას და ღამის ხედვაც აქვს ეს რა არის ეგ 300 ლარამდე რა ო ანუ რა ყველაფრით რა ვერსიერების ბარათი ყველაფრით მე რემენები აქვს რაღაც ხვედები ყველაფერი ერთად რო ააწყო რა მანძილსაც და ზომოს ასე რომ რა ვიცი მაგარია რა ძალიან მაგარი მოწყობილობა არის აბა ისე რამე განსხვავებული თორე ესენი თითქმის განსხვავებულები ეხა რაც არის არა ეგ ფარული მე ვერ გამოვაჩინე მარტო GPS თუ ყიდით კი GPS-ები მაგ პერიოდულისთვის მაგ ცხენისთვის სპეციალურად შექმნილი მზის ენერგიაზე ცხენი პრაქტიკაში გაუშვებენ ორი თვე არ აკითხულობენ რა მზის ენერგიაზე ჩამოკიდებენ და უყურებ ტელეფონში რა სად დადის ღუბეს შემოუსაზღვრავს საზღვარს გაცდება შეტყობინება გაიქცევი მოატრიალებს ხელს რა ანუ რუქაზე ეთქვი რომ ამის იქი თუ გავიდე შეტყობინება გამოგიგზავნოს ხო ცხენზე დრო საქონელზე დრო ხაზე ძაღლზე მონადირეზე ეგ შემახრობელს ეგ არის ეგეთი რა იცვირი ეგ მოწყობილი არაფერი 250 ლარი და მობილურზე მოგივარო შენი ძროხა აი ამ ადგილზე ამ რუკაზე უყურებ ყველაფერს Google Maps-ზე უყურებ სად დადის რა თავი ზონაა რა გაცდა და უძახ ეხა ამბროლაურში და იმაში ქალაქში რო გადის საქონელი იჭერენ 100 ლარია ჯარიმა რა აი რეგიონებში
რაიონში რომ მოხდება, ასფალტზე რომ დადგება საქონელი, იჭერს სპეციალური სამსახური, მიყავს 100 ლარია ჯარიმი. ო, მე პატრონის აჯარიმები. კი ბატონო, მე პატრონეს აჯარიმებენ. და ეხლა GPS-ები უკეთია რაიონებში. მაგას იყო საზანოში და იმან მითხეს როხებს უშეფო. და მე რომ გავუშვი, მე ნახევარი ცხოვრე იმ როხების ძებნაში ვარო. კი და აქ ტელეფონში უყურებ. ზარებს აკიდებ ეკიდე ტანტუმ რაღაცა. ო, ეხლა ონში ვეკავი ზარი ეკიდა, საქონელს რა ვიცი, ალბათ რა ერთი 20 კილო. როხას ზარიც ეკიდა და ჯვარიც ეკიდა. ხო, ეგ ონშიც იყო. ჯვარი, ხიჟურები ეკეთა. როხას ალბათ ეშმაკების განწოდა. არა, ის ორფეხა ეშმაკებზე უფრო არის, რომ ჯურიანად რომ მოიპარავს, შეიძლება ღმერთის მაინცდამდესო რა. შეიძლება, მაგრამ ეხლა ვინც მომპარავია, მოგეთ მაგაზე მე ვილაპარაკოთ. ეგ ძალიან მაგარია, დიდია ზომით, ანუ შეწუხდება თვითონ პირუტყვი? არა, სიგარე არის გაჩვენა ფიზიკურად. ხო, აი ხელზე რანაირად ეგ ძალიან მაგარია. ასე რომ ვინც ვენახირები ხართ და საქმე პირუტყვი ხავთ, ბოლო რა გახდა რო 4 კილო სამწოდის ფასი მინიმუმ რაღაცა. აბა? აი ეს არის ზურა ბატონო ადამიანებისთვის, რომელიც აი უკვე გაფანტული სკლეროზი აქვს, სახელი რა ქვია, არ მახსოვს? სახელი და რომ გაიპარებია ხოლმე რაღაცა ადამიანზეც არის. მას ეკრანი როგეც ეკრანი რას? ეს ურეკავ თან და თან რუკაზე ნახულობ ჩეულებრივად და თან ურეკავ და იმასაც შეუძლია დაგირეკავს. ამას რო ეკრანი აქვს აი ეს დააწვევი და დაგირეკავს რა, იმან იცის რა. ხედავ თუ არაფერი, არა. არა, უბრალოდ დაგირეკავ და ხმას გააგონებ, გააჩერებ და უძახებ თან რუკაზე უყურებ რა. ხო, ბებო გაჩერდი. ბებო გაჩერდი, ხო, ან დაგირეკავ, ჩეულებრივ ვილაპარაკები როგორც მობილური. ხო და მაპზე ხედავ ესა სად არის? ამასაც მაპზე ხედავ. ეს არის ადამიანი. ეს არის ადამიანი. ისაც ეს პირობ. ეს არის პირობ. მქონია შემთხვევა რომ ხო, ეხლა ეს სუბუქია რა, ხან შენ ხმას დააკო, ხან შენ ძროხასო, შენ გაგანიმერდა. ეგეთი შემთხვევა. გააჩნია, ო, ხმარს და შეგიძლია ბამე. ო, რო დალეს და სახში აღარ ბრუნდება, გაატანე რა და იცი სად არის. GPS-ი ჩაოგდე, ბუშლატა. მანქანაში გაატანე რა, ძები პრაქტიკა, მანქანის GPS-ების. მაგარი რაღაცა. ეხლა ეს უნდა დატენო და გაატანო თვითონ დენება. არა, ამას როგორც მობილური ისეთენი მინიმუმ არის ხალხი რომელიც 2 დღე ყოფნის მაგის დატენო და არის ხალხი რომელიც 10 დღე გაწვნილია რა, როდის ჩართოს, როგორ იხმაროს, როგორ განაახლოს, ისე მაგას მონადირე ძაღლებზეც იყენებენ, 10 წამიანი განახლება აქვს და ლაივ რეჟიმში გიხაზავს რა ტრაექტორიით მოდის, ისა რა ქვია. ტრეკს გაჩვენებს. სხვადასხვა უკრაინელები ძალიან აქტიურად იყენებდნენ ამას რა. ზამზე ამასაც დააყენე, მამედ ეს უფრო პატარა. ხო, მაგრამ ეს გატეხავს მაგას ზაღილა, ჩამოგიდე რა. ხო, ეს რაღაცა უფრო ყოჩაღი რაღაცა. ხო, ეს მინს არის რა. არ წდება. ხო, არა, ხო, კაი რაღაცა. ზის ენერგია, ზემოთ ზის ენერგია აქვს ესე რა. იმოხდება, ხო, on სპეციფიკური ჩამოგიდება უნდა. ცხენზე შულზე უკეთებენ მოგედა. არ მინახია ცხენზე. ეხლა ცხენები უბრალოდ სამეგრულში ყავთ, იმერეთში ყავთ. არა, ძალიან მოშენდა ცხენები აღმოსავლეთშიც. აქ ბალახი არ მოდის გამიგეწვიმები. წელს ერთხელ არის წვიმ მთელი ზაფხული. ცხენი კი ჩემახლობე, ცხენი ყავს, ცხენმა გადაჭამაყო. ყველაზე მეტი GPS-ი მიდის რაჭაში, სვანეთში, ყველაზე მეტი აი პროცენტულად რო ყველაზე მეტი რაჭაში, სვანეთში, თბილისის შემოგარენში და სადაც ისამსახურია რა რუაჯარიმებს ძირითადად მან და აი რაჭაში და იმაში თევში რა ვის ადეძებნეს. ღორზე რო დააყენო? ხო, ღორზეს მოსულა, მინახია ღორზე. ეს სოფელი ილოში აქვს ღორზე. ხო, რაღაცა გავუკეთე, ხო რაღაცები დაწურება რა. იმას უკეთებენ, ხო, უღელს უკეთებენ და იმღელთან, ხო, იმღელთან უკეთებენ და ის უღელი იცავს ამას დაზიანებისგან რა. ნუ კამეჩიც. ხო, ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ესე გრინდან დაწყებული, ღორი დამთავრებული. გრინდან დაწყებული, ღორი დამთავრებული. ნუ ცელკი ხალი, ცელკი კაცი ჩოლოდ იტანს. ხო, რა მანქანაში ჩადო რაღაცაცი გაატანო. ხო, რა ძალიან მაგარი რაღაცა. ანუ ადამიანზე პირუტყვიც არის. ანუ აქ რომ მოვიდეს, ეხლა კიდე ერთი რა უნდა შეკითხო. თქვათ რაღაცა მომივიდა, გამიბუჭდა ან ვერ მომონტაჟებ. მაგ შემთხვევაში რა ხდება? ეხლა შენ რო გაგვატანე ჩვენ ეხლა გონიერი ხალხი ვარ. პრაქტიკაში როგორ არის რა? მუშაობს. აი ეს ეხლა ამის პრაქტიკა მაქვს 3 წლიანი გამოცდილება რა. აი არის ხალხი რომ პირველად რო იყიდე იმას დღესაც აქვს რა. არა, ეგ ისეთი ყოჩაღი ჩასწორა. ხო, არა, არის ხალხი რომელიც ეხლა იმათ ექცევა რა, აუგად ექცევა, თავს არ დაახურავს, რაღაცას ესე იმას იზავს. მინახია
დაურეკი ადამიანს სამი თვე სიმბარათი არედო შიგნით და ძროხა აქით პოულობდა ეგეც მინახია რა. აჰა, ნუ ხო ეხლა უცნაური ხალხი მეჯაში ბევრი მინახია. მე ხო და ესეთი ზარია. პრაქტიკაში კარგად მუშაობს რა. მინიმუმ რო თქვა, აი მე რო იყიდო მინიმუმ რო თქვა, აი 1 წელიწადი არის და რაღაც წელიწადში ლარიც არ გამოდის რა. არა, ეს ძალიან მაგარია სოფლის მეურნეობაში. ეს ადამიანები ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არის რა ბერე იკარგებიან და აი ესეც მაგარია რომ ვიღაცა ვერაგი მივიდა გაგიკაცრა მანქანა რაღაცა ამან დაინახა მისვამდე გააკეთეს მაგას რა. სანამ მანქანას მიუახლოვდები გინ წინიდან გინ გვერდიდან უკანა კამერით გვერდიდან ნახულობ წინა კამერით წინიდან ნახულობ სანამ მანქანასთან მიხვედი გადაიღო შეტყობინება გააგზავნა და თუ ეხა ინტერესები და არის ეს სიტუაცია რომ აი განზრა ყოველდღე ვიღაც მოდის პრაღ გაფხაჭნის მომხაჭნის ძალიან ბევრი შემთხვევა რომ ისა გამისვა ვიღაცამ და წავიდა რა ხო ეგ უეჭველი გადაიღეს მოდი დამხვდა ისა რა უეჭველი გადაიღეს მაგას ხო არა ესეც მაგარია ადამიანს უახლო დაუდო გინდ ბავშვს რა ერთ ღილაკს ასწავლი ამას დააწექი თუ არ დააწვა შენ დაურეკავ ჩაირთვება და პირდაპირ აქ გამოჩნდება თქვენი სახე რა ვინც ელაპარაკი ბატონო იმასაც დაინახავ ძალიან მაგარია რა ესე ძალიან მაგარია ხოდა რა ვიცი მე ამის ჩვენ ვიყენებთ აი სოფლიო რითი განვითარდა რა ტექნოლოგიებით ჩვენ ყანას დღეს თოხით ისევ რა ჩვენ თემურ წყობილებაში ვართ ისევ ხალხი კომბაინით იღებს მოსავალს რა ნელა ჩვენ ისევ თოხით ეხა 3 და 4 საათი რო საქონელზე ძებ 3 და 4 საათი რო საქონელზე ძებ სააგერ დახედავ 30 წამში სად არის და 15 წუთში მიყოლ წამოიყვანდა ეხა სოფელი რო სახში დატოვებული ან კერძოსა რა მნიშვნელობა აქვს სახლი ვიღაც გადახდა გადმოხდა დაცული გაქვს რა ხო კიდე რა უნდა მეთქვა უყურე უსაფრთხოება ჩვენ პატივს არ ვცემთ რა არა უშავს მე უსაფრთხოება ვცემ ჩვენს პატივს ტელეფონზე ბატონმა ზურამ თვითონ დამიყენა ყველაფერი რა არაფერი მიაქ არ მიჩა გამომართვეთი 15 წუთი რაღაცებს აწვებოდა და მომცა მაგ აპლიკაცია ახლა მოიტანე აი ესეთი რაღაცაა აი ესეთი აი მას დავაწვევი და უკვე ვიცი რომ პირდაპირ კამერაში ვარ მეტი ჩალიჩი რაღაცა თუ რამე გაურკვევლია ზურას ურეკავ და სოლდაზე მაყენეს მაგრამ არ მომსვლი ჯერ ეგეთი არ მომსვლი აი შეგუთხა კიდევ არა მეთქი ჩვენ გონიერი ხალხი თიფლები მესმის ეგრე ეს ხო და აი ესეთი მაგარი რაღაცაა რა ვიცი რომ ძალიან ბევრს აინტერესებს აი ძალიან ბევრს აინტერესებს და კიდე მოდი ვილაპარაკოთ იმ ჩინურ იმაზე თემაზე რო იყიდება ნუ სახელი არ თქვა არ გინდა არა იქ უნდა რომ ქართველები ზიმეორებენ მაგას საქართველოს ჩაულებრივად ხა ადამიანმა ჩამოიტანა ნასოსი საკერავი მანქანა რა ვიცი კიდე რა გითხრა რაღაც ქუდი რა ყველაფერი და მოაყოლა კამერა აი რომელი იცის ხო აი რომელი სიგნალიზაცია იცის სახლის და კამერა რას გაშლა აქ იცის რა დაცვა მტრისგან დაცვა წვიმისგან ყინვისგან დაცვა ხო დილეტანტზე შეიძლება კიდე რა მივხვდები დილეტანტია რომ რაღაცას იწვნება და უკავშირი რო აქ იმ უკავშირში იზრდება მეც ესე გავიზრდა მე მოყარებელმა გამზარდა რა ხო რა რაღაცას ვყიდიდი მე იქიდან რომ მიბრუნდებოდა უკავშირი მაგით ვისწავლე რა და მოყარებელი რო ჩეპესი პოვის ისე ვერავინ იპოვის რა ის ხო გამოყენებაში რო ხო ის პრაქტიკაში იპოვის მაგას და დაგიბრუნდება და ეხა რო იცი რომ რაღაცა ნაგავია და თან მე სულხობდებ ამებს ვიზახი რომ ეს ნაგავია ამას არ გაეკაროთ ტიკტოკიც აქვს რო შეხვიდეთ ცალ-ცალკე განხილულია ამას არ გაეკაროთ იმას არ ენდოთ ეხა ონლაინ მაღაზია როგორ შეიძლება ენდო რომ მინდვრის საჭრელ მაღაზიას წერს მანქანების აქსესუარი უწერია მინდვრის საჭრელ ცელს წერს კამერას ყიდის უთოს ყიდის ჩაინის ანუ კიდე ყველაფერს ყიდის რა და თავის სახას თუ არ უთხრილდება და არ საინტერესებს ხო არა პროფესიონალური ის არის ძალიან ცუდი ფაქტია კიდე ერთი რამე რომ ადგილზე გადაიხდი არანაირი ჩარესხვა ადგილზე გადაიხდი ეხა ადგილზე რა გამოგეგზავნის კურიერს ეხა ვერც ბარათს გაძლევს ჩარიცხვის ბარათი არა გაქვს ვის გადავუხადე ფული არ იცი და ანუ საით შეცვის ადგება და დღეს შეაკეთებს 5-6 საიტს რა გაუშვებს რეკლამებს აქ მოედები რაღაცა აი ესეთი კამერა ვიზუალურად რო ნახო ორ კამერიანი ვიღაც დაგუგლავს ახლა და აუ ვიცი რა ძმაო 60 ლარი ხო ღირ როგორ არის რა ნაგავია რა არ ვარ ნაგავი ან ჩაირთვება ან არ ჩაირთვება რა აი ზის ენერგიაზე მომუშავე კამერა იქიდან რო ჩამოიტანო და თბილისშიც იყიდი 150 ლარად და მეორეჯერ თუ იმას დაურეკე როდისმე შენ რო იყიდი მეორეჯერ თუ დაურეკე იმ ბილაინის ნომერზე აი მალადეს
ო აი ვერასოდეს ვერ დაურეკე. ანუ აქ პასუხსაც აგები რა გერ ხალხი არის და რა ვიცი. ხო აი ჩვენ მაგარი გმაყოფილი. ხელოსნებშია კიდე უმრავლესობა ხელოსნები რა შევა რა. მოვა დაგირეგისტრიროს იაფად კამერას. აი ჩამწერებზეა ძირითადად ეგ რა. თავისი ადმინ პაროლს თავის ტელეფონში დაიყენებს. შენ თქვენ სახლს ხო უყურებს ჩვეულებრივად რა 1-2 რაც კამერები დაუყენებია ყველა ოჯახში უყურებს. თქვენ რომ მოდიხართ გეუბნება აი ზმაო ამ კამერას გეყენებ ნახე რა მაგარია რა. დაჭირდა ფული რა მე პრაქტიკას გეუბნები რა დაჭირდა ფული წაგიშლის რა კამერას. და ვის ურეკავ ხა ამის ტელეფონი ვიცი და ამას ურეკავ ხო მოვა ჩაგირდავს ეს 3 თვის შემდეგ კიდე წაგიშლის და ხა 200 კაცი ეგეთი რო ყავდეს ყოველ მისვლას 100 ლარი როგორია რა უხანა ზმაო წაიშა თვითონ რო გიყურებს არა ეხო ამში თრად ვერაგობა ხო დანაშაულია უშნდა ესეთი ფაქტები ბევრია რა ოასე რო გაფრთხილდით რა ვერ იცოდეთ უყოლას მოენდობით რა არა ოფისი არა აქვს სახლი არა აქვს კარი არა აქვს ოჯახი ჯვარი გეწეროს პოლონეთშია წასული ახალი ჩამოსულია და ისე მიდის თან დისტანციურადაც შეუძლია წაგიშალოს ხო დისტანცია თვითონ არის ადმინისტრატორი და ხავდა რასაც ინა იმას რასაც უნდა იმას იზა ჩანაწერს წაგიშლის ეგ ძალიან ცუდი ანუ ხდება ეგეთი 100-დან აი ძალიან ბევრი ყველაზე არ არის ხო საუბარი ის ვინც მაგას არაკეთებს იმას არცალია თქვენთვის რა ხო ნუ ძალიან მე ძილის პოულობ აი ჩემები მიჭერია ხელით მიჭერია რომ აბა ბიჭებოდა რაღაცა და თვითონაც ხო თავისი ობიექტები აქვს ეხლა რაღაც ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ კუთხეში იქნება თურქეთში წაიღებ თუ რაღაცა მთავარი ტელეფონი არ GPS-ებს და არ ვიდეო კამერებს ნებისმიერ უნდა იყოს ევროპის ბაზრისთვის ეხლა ესენია ევროპის ბაზრისთვის ის ენერგია ის სიმბარათიც არის არის ევროპის ბაზრის აი იქ რაც იყიდება იაფად და ის 109 ლარი და 105 ლარი ის სულ ყველა ჩინური ბაზრისთვის გათვლილია რა საქართველოს სიმბარაში არ იშტება როგორც დაინახავს ლოკაციას დაინახავს ჩინეთის გარეთ ეგრევე გამართავს აპლიკაციას რა ეგ ძალიან დიდი პრობლემაა ჩემ ახლობელს უნდა ყიდვა და ახლა მეთქი ზურასთან მივალ მეთქი ხოდა თან მაგასაც გავარკვევი ასე რომ ეგეთი რამე არ იყიდოთ ხო ეხლა უთო ხო არ არის უთო სადაც გინდა შეაერთე ჯოგლებრივად გაცხელდება რა უთო იმას უნდა ამას დაშვება აქვს თავისი რა რეგიონს აი ამერიკიდან ჩამოდანილი კამერას 80% არ მუშაობს ყველას გონია რომ ამერიკულია ჩინეთშია დამზადებული ამერიკაში ამერიკის ბაზრისთვის და იმ ბაზარს ეკონდებარება და всё იქ კანონია ვიდეო კამერების შესახებ რა ამერიკაში კანადაში კანონია საფრანგეთში კანონია როგორი კამერაა ჩვენთან კანონი არ არის ეხლა რაღაცეები კეთდება მაგრამ ის რომ ხო რა კანონი დადგეს როგორ დადგეს რა კამერა ხმა ჩაიწეროს არ ჩაი სადა გაგუფლება რო ხმა ჩაიწერო რა მე ჩემ შენობაში ხმის ჩაწერის უფლება მაგოყოს უნდა გაფრთხილები წინასწარ ხო აი კიდე უნდა მეთქვა ამას თუ ვიყიდეთ ან ამ კამერას აუცილებლად უნდა იყოს იქ მიმაგრებული და სტიკერებიც ხო აქვს რომ მე ყველას კლიენტი მოვიდა იყიდე აი მაგასაც გაგატასო იქ იყოს კანონით არის ხო ეგ ხო პერსონალური დაცვის ინსპექტორი არსებობს ესეთი რომელიც არეგულირებს ამ იმას ვიდეო კამერების ვინმე რო გაასაჩივროს თქვენ დაცული უნდა გქონდეთ კანონით რა აი ქუჩაში რო ხმას იწერდე და ქუჩა საერთო საზოგადოებრივ მას უყურებდე უფლება არ აქვს და ჩემ საკუთრებაში მე მაქვს უფლება რომ ვიდეოს გადავიგო ხმას ჩავიწერო მაგრამ ვინ შემოდის ინფორმირებული უნდა იყოს სადმე უნდა იყოს აუცილებლად ანუ ეგ იცოდეთ რა ყველა ვარიანტი სადმე არა შემოსასვლელში პირდაპირ თვალსაჩინოა და აუცილებლად რა აი იცოდეთ რა და ეხლა მე ამ ზურას იმას ჩავდებ ქვემოთ აპლიკაციას მისამართს ტელეფონს იმის ლინკს რა ქვია TikTok-ის ლინკს ეხლა ამას უყურებთ იმაზე რა ქვია YouTube-ზე ამას მე დავჭრი ამ ვიდეოს და დავდებ იმაზე TikTok-ზეც დავდებ რა თუ TikTok-ზე ნახეთ აუცილებლად გადადეთ იერაღის განხილვა რო არხი და ნახავთ ამ სრულ ვიდეოს ხო და რა ვიცი დანარჩენი აი ამ კაცთან მოდი რომ ვილაპარაკო შეიძლება დილამდე გავიწევ არა აქ 20%-ია წარმოდგენილი ყველაფრის დადება წარმოჩენა ამ ხელამაღაზიაში რა ვიცი ხო ანუ ყველა ვარიანტში აქ უნდა მოვბრძანდეთ ან დაურეკოთ და მე დანარჩენს დაგაკვალიანებთ ყველაფერს ყველაზე მაგრამ მომეწონა აი ესა მანქანასთან რომ ვერავინ ვერ მივა ეს საქონლისას მაგარია ადამიანისას და ანუ ესენი კიდე დაახლოებით ვიცოდი მაგრამ აი ესეთი რაღაცები რო იყო მაგარია რა ცა ანუ ხო არ დაგიყენო დღეში ვარ დაიკარგო ხო ესენი რა ეგ რა ეს არის გათბობის კვების თერმოსტატი ჰაერის კონტროლის
გაზის კონტროლი არსებობს კიდე რომ უსაფრთხოებაში, აი CO დაგროვდა მაგალითად ეგეთი რაღაცეები ხოლმე ტელეფონზე მოგივიდეს და თავის ავტომატურად გათიშოს, კლაპანი ავტომატურად გათიშოს, თქვენ ციცოდეთ ინფორმირებული იყო, ეგ უკვე GSM სიგნალიზაცია აკეთებს, ნუ ეგენი სხვა ისენიერები. ანუ თქვათ ეგ ვიყიდე დამონტაჟებ თუ შემიძლია ინდივიდუალურად ყენდება დღეს ყველაფერი თანამედროვეა შეიძლება ინდივიდუალურად და შეგვიძლია ხელოსნები ყველას იყოს ო რა შეიძლება ხელები გომამაბია და რავი გონება ცოტა ისა და ინჟინერები ყველა მოხსნე ყველა სფეროში რაც არის სიგნალიზაციიდან დაწყებული სახანძრო გაზის ყველა ინჟინერი ყავს თან შვენიერი ანუ რაღაც შეიძინო და მე როგორ დავამონტაჟო ეძებო ეგეთი რამე გამორიცხო. კიდე შემომატენ და აიდოს და ეხლა მე რა გიყოც მოვდა რა ეგეთი რაღაცა. ნაგი არა რა სამბო. სახში რომ Wi-Fi-ის პაროლი ავიწყდება იმაზე გირეკა შეღვარ გახსოვს. კარგით ბატონებო, მოდი. ამით გამოვიმშვიდობეთ, აი, მადლობა რომ დაგვაკვალიეთ ეს პატიოსანი ხალხის დააყვალე და დანარჩენი თქვენც და აგერ ბატონმა ზურა მომბძანდით ყველაფერი იქნება ვიდეოს აღწერაში ქვემოთ. თუ არა და როგორ აკრიფოს იმაში Alphatech G. შევძანდით ნახეთ და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ.